გამარჯობათ, მე ვარ დოდოგის ადმინისტრატორი. ამ გაკვეთილში გავაგზავნებ გაკვეთილებს, რომელსაც მე ვიღებ ჰაკერულ პროგრამებზე. პროგრამებზე არა, უბრალოდ ჰაკერულ როგორ ვთქვათ, მინი ჰაკებზე რა, როგორ დავწეროთ ჰაკერული მასალები. ჩვეულებრივი ნოუთპადით. ესე იგი, ჩავთვალოთ ნოუთპადი. და დავიწყოთ წერა. ესე. ეხლა პირველ რიგში რა საკვირველია დავიწყდა. უნდა აგიხსნათ რა შეეხება ეს ჰაკერული გაკვეთილი. ესე იგი, ამ გაკვეთილში თქვენ ისწავლეთ როგორ დაწეროთ ისეთი ჰაკი, რომლის დახმარებითაც DVD-ის წამკითხველი, ანუ DVD ან CD ერვერი ავტომატურად გაიღება და დაიკეტება იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენ მიუთითებთ. და ამას ვერ გათიშავთ მანავს, არამედ არ გათიშავთ კომპიუტერს ან დაარესტარტებთ მას. ესე იგი, დავიწყოთ ამ მინი ჰაკის წერა. დავწეროთ თავდაპირველად set დაშორება OWMP დაშორება უდრის დაშორება create object გავხსნათ ფრჩხილი ზედა ხაზი და აქ ჩავწეროთ WMP layer OSX 7 დავხუროთ ჭრილი და ბრჭყალიც. ესე. შემდეგ ხაზი დავწეროთ ესე set შევათ აქ სერ მიწერია set უნდა იყოს. აქაც set call CD-ROOMs დიდი ასოებით უნდა ზოგი და ჩემსავით გავაკეთეთ. დაშორება უდრის დაშორება OVMP წერტილი CD room collection ესე ხლა გავაგრძელოთ. შემდეგ ხაზზე რას ვწერთ? მოვტოვოთ ხაზზე და დავწეროთ if call CD rooms წერტილი count დაშორება მიმართულება უდრის 1 და ზე. ესე იგი, შემდეგ ისევ გამოვტოვოთ და ჩავწეროთ ესე for I დაშორება უდრის დაშორება 0 დაშორება 2 დაშორება call CD rooms წერტილი count გწრავოთ აქ ეს CD 110 უნდა count დაშორება დაშორება 1. იგი შემდეგ ისევ დავაშოროთ და დავწეროთ თვითონ CD-ROOM-ის გამღები კოდი. call CD-ROOMs წერტილი item გავხსნათ ფრჩხილი I დავხუროთ ფრჩხილი წერტილი eject. ეხლა აი ეს გადავაკოპიროთ იმდენჯერ, რამდენჯერაც გვინდა რომ გაიღოს და დაიხუროს ეს CD-ROOM-ი. მაგალითად ეს. შემდეგ განვაგრძოთ. შემდეგ აი აქ ისევ დავაშოროთ და დავწეროთ ესე. next დაშორება ხაზი დაშორება და CD-ROOM. ისევ გამოვტოვოთ ხაზი და დავწეროთ and if. შემდეგ ამას მივცეთ file save as აქ მივთითოთ all files
და აქ დავწეროთ სახელი. მაგალით add my hack და ბოლოს შევცვლილებ წერტილი VBS. მოვიცეთ save. და აი შეიქმნა ჩვენი mini hack. ესე იგი, ამით ეს არის საკმაოდ კარგი რამე. კარგად გაიხუმრებით ვინმეს. როდესაც ამას გავგზავნით და ჩართავენ მას. ისინი იძულებულები გახდებიან ან გათიშენ კომპიუტერი, ანაც რაიმე მოუხერხონ. თორე ისე არ გაითიშება ეს ამით ეს ვიდეო კურსი დასრულებულია. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, შემოგძანდით წაიწეთ YouTube-ში და წერეთ ვიდეო კვეთილის კომენტარებში ან და თხოვნებში. მადლობა გიყურებისათვის, ნახვამდის.